მოგუყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოს სიგარიბეზე. ვართ თუ არა გარიბები? ამას გავარკვევთ მთელი გადაცემის განმავლობაში, რადგან მთავრობა გვეუბნება, რომ სულ მცირე ისეთი გარიბებიც არ ვართ, როგორც ზოგჯერ ამას განვიცდით ხოლმე. რას განვიცდით, რატომ განვიცდით და რა არის ფაქტი? ზაზა ბროლაძე, პაატა აროშიძე, დავით ბჟავანაძე იმსჯელებენ ჩემთან ერთად. რეიტინგით მინდა დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა უთანასწორობა საქართველოში და ევროკავშირში, რომელიც ეყრდნობა საქსტატის და ევროსტატის უახლეს მონაცემებს. რეიტინგის ლოგიკა ასეთია, უთანასწორობის ყველაზე მაღალი დონიდან დაბლისკენ. რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს აჩვენებს, მათ შორის მთავარი კი ჩვენი გადაცემის დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, მაინც ალბათ ის არის, რომ ევროპის ქვეყნების ჯინის კოეფიციენტის ანალიზი მკაფიოდ ადასტურებს პირდაპირ კორელაციას მყარ ინსტიტუციურ მოწყობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას შორის. ევროპის ჯინის კოეფიციენტებს რომ შევხედავთ, ერთი მარტივი კანონზომიერება პირდაპირ თვალში გვეცემა. ყველაზე თანასწორი ევროპული ქვეყნები ზუსტად ის სახელმწიფოებია, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია და ადამიანის უფლებები რეალურად არის დაცული. ასეთი სამართლებრივი სტაბილურობა მოქალაქეებს უსაფრთხო გარემოს უქმნის, რაც მათ თვითრეალიზების მეტ შესაძლებლობას უტოვებს და შრომის ბაზარზე მოქალაქეების მაღალ ჩართულობას განაპირობებს. როცა ადამიანებს ეძლევათ რეალური შანსი საკუთარი პოტენციალი გამოიყენონ, ქვეყნის დოვლათიც ბუნებრივად უფრო სამართლიანად ნაწილდება. ამ ფონზე მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლებში უთანასწორობა მცირდება, ჩვენი მაჩვენებელი მაინც მაღალია. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპულ სტანდარტებთან მისაახლებლად მთავარი გზა სწორედ ამ სამართლებრივი გარანტიების გამტკიცებაზე, თანაბარი პირობების შექმნაზე და დასაქმების ბაზრის გაჯანსაღებაზე გადის. ახლა ამ კონტექსტში განვიხილოთ ის რიცხვები, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ პირდაპირ ეთერში. ბოლო 5 წლის განმავლობაში სიგარების აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი სულ მცირდება. 2024 წელი იყო პირველი წელი ბევრი წლის განმავლობაში, როცა ეს მაჩვენებელი ერთნიშნა გახდა. შემცირების ტენდენცია შენარჩუნებულია 2025 წელსაც და 7,1%-ია, რაც დაახლოებით 280,000 მოქალაქეა. ქალაქში უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი ვიდრე სოფელში, შემცირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ამ მაჩვენებლის მიხედვით სიგარიბე მაინც კონცენტრირებულია საზოგადოების წესით ყველაზე პროდუქტიულ ნაწილში 18-მდე და 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. ჩვენს უთანასწორობის კონტექსტს რომ დავუბრუნდეთ, ალბათ სიგარების შედარებით უკეთეს და უფრო ზუსტ საზომად შეიძლება მივიჩნიოთ ფარდობითი სიგარების მაჩვენებლები. ამ თვალსაზრისით ისევ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით აი ასეთ სურათს მივიღებთ. ისევ ბოლო 5 წელს თუ დავაკვირდებით, ჩანს რომ აბსოლუტური სიგარებისგან განსხვავებით ფარდობითი სიგარებე თითქმის 2.5-ჯერ მაღალია თუ მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს შევხედავთ და თითქმის იგივეა თუ 40%-ის ზღვარს ავიღებთ. საქსტატის მიხედვით 2025 წელს ერთ ოჯახს საშუალოდ ყოველთვე 1936 ლარის ხარჯი ჰქონდა, რაც ერთი ადამიანის შემთხვევაში 603 ლარი გამოდის. შესაბამისად 2025 წელს იმისთვის რომ ოჯახი ფარდობითი სიგარების 60%-ის ზღვარს მიღმა ყოფილიყო, მისი საშუალო ყოველთვიური ხარჯები 1161 ლარზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, რაც ერთ ადამიანზე 362 ლარზე ნაკლებია. 2025 წელს მოსახლეობის 17,3%, ანუ დაახლოებით 600,000 ადამიანზე მეტი სწორედ ამ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. რაც შეეხება ფარდობითი სიგარების 40%-ის ზღვარს 2025 წელს მის მიღმა მოსახლეობის 5,2%, ანუ დაახლოებით 200,000 ადამიანზე მეტი ცხოვრობდა. ეს ზღვარი ლარებში ოჯახზე 774 ლარი, ერთ ადამიანზე კი 241 ლარი გამოდის. ფარდობითი სიგარების მაჩვენებელი პრაქტიკულად გვეუბნება იმას, თუ ვინ ცხოვრობს საქართველოს საშუალო რიგით მოქალაქეზე უარესად ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ ფარდობითი სიგარების ოფიციალურ მაჩვენებლებს, ნათლად ჩანს, რომ 2018 წლიდან მოყოლებული დიდი გარღვევების შემცირების მიმართულებით არ ყოფილა. უფრო პირიქით ერთ ველშია ეს მაჩვენებელი გაჩერებული, რაც კიდევ ერთხელ გვიღრმავებს იმ განცდას, რაზეც არაერთხელ გვიმსჯელია, მათ შორის ამ გადაცემის არაერთ ეთერშიც. სიგარებე ჩვენს ქვეყანაში სტრუქტურულია, ეკონომიკური ზრდით საშუალო მოქალაქე თითქმის ვერ სარგებლობს.
რა ამყარებს თავად საშუალო რიგითი მოქალაქისთვის ამ აღქმას? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, ალბათ საქართველოში ოჯახების კეთილდღეობაზე უნდა შევიქმნათ წარმოდგენა. ისევ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ცხადია. კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა საქსტატის კიდევ ერთი ანგარიში, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის დანახარჯები 2025 წელს 11.6%-ით, ანუ 200 ლარით ერთი ადამიანის ყოველთვიური დანახარჯები კი 63 ლარით გაიზარდა. საქსტატი გვეუბნება, რომ მოსახლეობის მთლიან ხარჯებში გაიზარდა სურსათის წილი და 2025 წელს სურსათის დანახარჯების წილმა მთლიან ხარჯებში 38.7%-ს მიაღწია. ხედავთ ახლა ჩემს უკან გრაფიკაზე, რომ მეორე პოზიციაზეა სატრანსპორტო ხარჯები, მესამე ადგილზეა კომუნალური ხარჯები, მეოთხე პოზიციას ჯანდაცვის და მედიკამენტების ხარჯები იკავებს, შემდეგ ტანსაცმელი, საოჯახო მოხმარების გრძელვადიანი საქონელი, განათლების ხარჯები და სხვა ხარჯები. ქალაქის სოფლის ჭრილში სასურსათო დანახარჯები მთლიან ხარჯებში უფრო მაღალია სოფლად, სადაც ის 41.6%-ს აღწევს, ქალაქებში კი 37.9%-ია, თუმცა მთლიანობაში ეროვნულ დონეზე მოსახლეობის ფულადი ხარჯების 38.7% სწორედ სასურსათო ხარჯებზე მოდის. ნახოთ, როგორი სურათია ამ მხრივ ევროკავშირში. ამ ნაწილშიც ისევ ევროსტატს დავეყრდნობი. სურსათის და არაალკოჰოლური სასმელების წილი ევროკავშირის მოსახლეობის მთლიან ხარჯებში 13.2%-ია, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია საქართველოსთან შედარებით. უფრო დეტალურად ქვეყნების მიხედვითაც შეგვიძლია ჩავშალოთ ეს მაჩვენებელი და მაშინ ევროსტატზე დაყრდნობით ესეთ სურათს მივიღებთ. საქართველოს მსგავსად მაღალი დამოკიდებულება სურსათის ხარჯებზე ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ჩანს. შემოსავლებსაც შევხედოთ ძალიან მოკლედ, ისევ საქსტატის მონაცემებს ვეყრდნობით. ოჯახების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში მზარდია. ამის მიუხედავად 2025 წლისთვის ოჯახისთვის ეს შემოსავალი 2121 ლარია, რაც ერთ სულზე გადაანგარიშებით 664 ლარს ნიშნავს. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მიმოხილვა ევროკავშირის შემთხვევაში ამ ნაწილში მხოლოდ ორ გრაფიკას გაჩვენებთ. 2024 წელს ევროკავშირში ოჯახებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 13.2% დაეზოგათ, ხოლო 8.7% დაინვესტირებინათ. რატომ ეს ორი მაჩვენებელი? ჩემი საავტორო გადაცემის საავტორო დასკვნისთვის. ჯანსაღი ეკონომიკური ქცევა იმ ქვეყნების პრივილეგიაა, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზების, სტაბილური დასაქმების და რაც მთავარია, სამართლებრივი სისტემის იმედი. ვართ თუ არა ღარიბები? ეს კითხვა თავისთავად იმის ინდიკატორადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რასაც ევროკავშირის მაგალითებიც კარგად აჩვენებს. გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მხოლოდ ფისკალური პარამეტრები ალბათ მაინც არ კმარა. ფუნდამენტი ქვეყნის ინსტიტუციურ გამართულობაზე გადის. რა გახდა დღევანდელი გადაცემის ინსპირაცია? ამ კონტექსტს ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტით შევაჯამებთ. 2025 წელს საქართველოში სიღარიბის ფარდობით ზღვარს მიღმა მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა. საქსტატის თანახმად ფარდობითი სიღარიბე მოსახლეობის 17.3% შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1.6% პუნქტით ნაკლებია. გარდა სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლისა, საქსტატი ასევე ითვლის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელსაც, რომელიც 2025 წელს წლიურად 2.3% პუნქტით მოსახლეობის 7.1%-მდე შემცირდა. მთავრობის მეთაურის სიღარიბის მაჩვენებლის კლებას მაღალი ეკონომიკური ზრდით ხსნის. ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სიღარიბე 90,000-მა საქართველოს მოქალაქემ დაძლია. მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში კი პრემიერი ირწმუნება, რომ სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია. 2020 წლის შემდეგ საქართველოს სიღარიბე ზუსტად 3ჯერ 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. ამ 5 წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84% პუნქტი შეადგინა. 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1,100,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280,000 ჩამოსდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოს სიღარიბის სრულად აღმოფხვრა, ვიდრე 280,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს ყურადღების, მოდუნების უფლება. მაღალი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია.
ეკონომისტების ნაწილი ხელისუფლებას ციფრებით манипуლირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს იყენებს, რომელიც მხოლოდ უკიდურესად ღარიბი ქვეყნებისთვის არის რელევანტური. საქართველოსთვის მთავარი ინდიკატორი კი უნდა იყოს ფარდობითი სიღარიბე, რომელიც 17%-ია და უფრო ზუსტად ასახავს რეალობას. აბსოლუტურ სიღარიბეზე ბევრი კითხვის ნიშნებია, იქიდან გამომდინარე, რომ ის ეფუძნება საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, ხანდახან ვკითხულობთ, რატომ ირცხვენს თავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რატო აქვეყნებს ამ მაჩვენებლებს, აი ამიტომ ამზადებს ამ მაჩვენებლებს, ამიტომ არ ცვლის მეთოდოლოგიას 10 წლეულებია უკვე, რომ გამოვიდეს, რომ საქართველოში მამაკაცს ეყოფა 250 ლარი თვეში არსებობისთვის და შემდეგ გამოვიდეს ირაკლი ყობახიძე და დაგვიმტკიცოს, რომ მხოლოდ 7% არის მოსახლეობის სიღარიბის ზღვის მიღმა, როდესაც საქართველოში მხოლოდ 15 ზემოთ მოსახლეობა რო ავიღოთ 230,000 უმუშევარია, მაგრამ 1,400,000 ადამიანი არის სამუშაო ძალის გარეთ. შესაბამისად, აი კიდევ ერთხელ, ეს არის აბსურდი. საქართველოში სამწუხაროდ სიღარიბის მიღმა დაბლა არის მოსახლეობის როგორც მინიმუმ 20% და აქ გვაქვს ჟონგლირებასთან რიცხვებით და ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი მცირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,3% პუნქტით შემცირდა დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში. 25,000-ით შემცირდა წლიურად სამუშაო ძალა, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობა 50,000-ით არის გაზრდილი. დასაქმების მაჩვენებლის შემცირებას მთავრობის მეთაური სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გაუქმებას უკავშირებს. პრემიერი აღიარებს, რომ სახელმწიფოს 30,000-მდე ადამიანი ფიქტიურად ყავდა დასაქმებული და სტატისტიკის ცვლილებაც ამას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სოცდაუცველების დასაქმების 300 ლარიანი პროგრამის ბიუჯეტი 112,8 მილიონი ლარი იყო. 2022 წლიდან მოყოლებული კი ჯამში ამ მიმართულებით 380 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39,707 სოციალურად დაუცველი ყავდა დასაქმებული. შემცირება არის ძალიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30,000 ადამიანი იყო რეალურად შეიძლება ითქვას ფიქტურად დასაქმებული, სინამდვილეში ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, მაგრამ იღებდნენ სინამდვილეში ისევ სოციალურ დახმარებას. ასეთი იყო მდგომარეობა, ასეთი იყო დაახლოებით 30,000 ადამიანი, თორსები 39,000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ფიქტიური იყო და ამან გამოიწვია ფორმალურად დაახლოებით 29,000-ით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. ხოლო ეს ერთი კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას, გავუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად შემცირდა 29,000 დასაქმებულთა მაჩვენებელი. დანარჩენი დასაქმება პირიქით გაზრდილია. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ირაკლი ყობახიძის ამ განცხადებას აღიარებით ჩვენებად აფასებს. ამბობს, რომ ფიქტიური დასაქმების პროგრამაში 400 მილიონი ლარი გაიფლანგა, რომელსაც ეკონომიკისთვის რეალური დოვლათი არ შეუქმნია. ხიშტოვანის თქმით, ეკონომიკური ზრდის ფონზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის კლება ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ქაღალდზია და ის მოსახლეობის რეალურ კეთილდღეობაზე არ აისახება. ფიქტიურად დაასაქმა ქართულმა ოცნებამ ადამიანები, გააყალბა დასაქმების სტატისტიკა, გააყალბა სიღარიბის სტატისტიკა და აი ნახავთ თქვენ 26 წლის მონაცემები რომ გამოქვეყნდება, როგორ შემცირდება აბსოლუტური სიღარიბე და როგორ შემცირდება ფარდობითი. გაიზრდება, რატო გაიზრდება? იმიტომ რომ აღარ იყენებს ამ სახელმწიფო რესურს, გადასახადების გადამხდელი ადამიანების რესურს, ქართული ოცნება და ავტომატურად აღმოჩნდება, რომ სიღარიბეც გაზრდილა და დასაქმებაც შემცირებულა. ანუ ეს არის манипуლირება მონაცემებით, ეს არის манипуლირება სახელმწიფო სახსრებით, გადასახადის გადამხდელების ფულით და უბრალოდ ორ რამეს რო ამტკიცებს ირაკლი ყობახიძე ერთი წინააღმდეგობაში მოდის მეორესთან. მან ის ამბობს, რომ მან გაფლანგეს 400 მილიონი და გააყალბეს სიღარიბის სტატისტიკა, ეხლა რომ აღარ გაფლანგავენ ფულს, სიღარიბის სტატისტიკა ფათანაბარ პირობებში გაუარესდება. მაგრამ ეს არის манипуლირება, ამას რეალურ კეთილდღეობის დასთან სამწუხაროდ არაფერი საერთო არ აქვს.
ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით ეკონომიკური ზრდა დღეს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი ხელშესახები ბერკეტია, რომლითაც ის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი წარმატების დემონსტრირებას ახდენს. თუმცა რეალობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება, სტატისტიკური მონაცემებისგან რადიკალურად განსხვავებულია. კონიუნქტურული შეხედულებით, როდესაც დასაქმების მაჩვენებელი იზრდება, ამ დასაქმების მაჩვენებლის ზრდამ უნდა გამოიწვიოს სიღარიბის შემცირება. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ქვეყანაში მოზიდული თანხები სადღაც არასწორად ნაწილდება. ან მაშინ გამოდის, რომ რაღაცას არასწორად ვითვლით. ან მაშინ გამოდის, რომ რაღაც შედეგობრივად საზოგადოების ნაწილზე ეკონომიკური ზრდა დადებითად არ აისახება. ჩვენი მოქალაქეების ყოფით პირობებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამდენად რეალურად ახდენს მათ ცხოვრებას და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს ეკონომიკური ზრდა დადებით ზეგავლენას. თუ ეს უბრალოდ რაღაც ფურცელზე დაწერილი ფრაზაა და მას შედეგი საბოლოო ჯამში არ მოყვება. საქსტატის მონაცემებით პირველ კვარტალში სამუშაო ძალად თითქმის 1.600.000 ადამიანი ითვლებოდა. აქედან 1.300.000 დასაქმებული იყო, ხოლო 230.000 ქვეყანაში უმუშევრად ითვლება. სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ სიღარიბის თემის განხილვას, ვართ თუ არა ღარიბები და რა იწვევს განსხვავებებს მთავრობის აღქმებსა და მსჯელობასთან. ზაზა ბროლაძე და დავით მჟავანაძე უკვე შემომიერთდნენ მაგიდასთან, პატა არუშიძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით სამივეს და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ზაზა, რამდენად სწორად ვზომავთ სიღარიბეს საქართველოში? მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან კარგი ანალიტიკა იყო თავიდან და ძალიან ბევრი საკითხი დაფარეთ. არსებობს რამოდენიმე მაჩვენებელი, რომელიც ითვლის სიღარიბეს, იყო საუბარი აბსოლუტურ სიღარიბეზე, ფარდობით სიღარიბეზე. ამასთან საქსტატი აქვეყნებს სხვადასხვა მაჩვენებლებს, რომლებიც შეგვიძლია ირიბად გამოვიყენოთ სიღარიბის ინდიკატორად, იგივე მაგალითად ძალიან საინტერესო მაჩვენებელია. ისინი აქვეყნებენ სიღარიბის საერთაშორისო ზღვარსქვევით მყოფი მოსახლეობის წილის ინფორმაციას, ამის შესახებ მოგვიანებით ალბათ გავივლით დეტალურად თითოეულ მაჩვენებელს. პრინციპში ძალიან ბევრი მაჩვენებელია, როგორც მოგახსენეთ სიღარიბის შესახებ, მაგრამ ძალიან ესეთი სენსიტიური და ძალიან რეალური მაჩვენებელი გახლავთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა. დაახლოებით 1.300.000 ადამიანი არის დარეგისტრირებული 2025 წლის მონაცემებით. აქედან დაახლოებით 704.000 ადამიანი დაკმაყოფილდა, ანუ საქართველოს მოსახლეობის 18%, რომლებიც იღებენ ყოველთვიურად სოციალურ შემწეობას, დახმარებას, ხო? პრინციპში ეს ციფრი 33%, ვინც განაცხადა და ვისაც აქვს სურვილი მიიღოს დახმარება, ძალიან ახლოს დგას სიღარიბის მაჩვენებელთან, რეალურ მაჩვენებელთან, იმიტომ რომ ადამიანი როცა ამას განაცხადებს, არ მგონია რომ რაღაცა თალხიანი ცხოვრება ჰქონდეს, ხო და ასევე ზღვარი დარეგისტრირებული რისკს ხედავს. თქმა უნდა, არა მხოლოდ რისკს, ისინი უშუალოდ ცხოვრობენ იქ ამ სიღარიბეში, ისინი და ძალიან მყიფია ზღვარი, ვინც მიიღო შემწეობა და ვინც მხოლოდ დარეგისტრირებულია და ვერ მიიღო. იქ არსებობს სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტო და მათი წარმომადგენლები აფასებენ საკმაოდ ისეთი სწორხაზოვანი მეთოდოლოგია არსებობს და თავისუფლად შეიძლება მთლიანად ეს 1.300.000 ადამიანი მივიჩნიოთ როგორც სიღარიბის ზღვარსქვემოთ მყოფი და დაახლოებით 33%-ია ეს მოსახლეობის საკმაოდ რეალური ციფრია. ეს მონაცემი დევს როგორც საქსტატის, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს საიტებზე, ამიტომ ეს არავის არ გამოუგონია ხო. ანუ პრაქტიკულად ჩვენ მაყურებელმაც რომ ესე ვთქვათ ყურადღება გაამახვილოს ამ თვალსაზრისით, თქვენ ამბობთ რომ რომელიმე ერთი კონკრეტული საზომი სიგარიბეს ვერ გაზომავს, რომ ის კომპლექსურია და ვთქვათ პირდაპირი და ირიბი საზომები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გავცეთ კითხვას პასუხი ვართ თუ არა ღარიბები. ხომ უგრმესი მადლობა ამ აქცენტისთვის. ზაზა, დავით, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი დაარწმუნო, რომ ის არ არის ღარიბი?
კარგი კითხვა არის, რაც არ უნდა ბრიფინგები სირაკლი კობახიძემ და იმედმა რაღაც ქარდები დადოს, რომ ამხელა ეკონომიკური დაგვაქვს და როგორ კარგად ცხოვრობს ადამიანები, მაცივას ოდესაც გამოაღებენ და ის მაცივარი სანახევროდ ცარიელი იქნება, ან მინიმუმ ახალი პროდუქტი იქ ვეღარ მოთავსდება, იმიტომ რომ ამის საყიდელი ფული ამ ოჯახს არ ექნება, ყველა ხვდება ამას, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველიც და მხარდამჭერიც, რომ ეს უბრალოდ манипуляცია და პროპაგანდა არის და რეალურად ამ ქვეყანაში ადამიანები არ მდიდრდებიან. ეხლა მთელი ეს რიცხვები, რასაც მათ შორის კობახიძე, საქსატის თქო ხელმძღვანელი ბოლო დღეების განმავლობაში ამბობს ძალიან манипуляციურია და შეგვიძლია ამის ანალიზიც გავაკეთოთ, ხო? მაგალითად თქვეს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 39000 შემცირდა, იმიტომ რომ სამთავრობო პროგრამა გაუქმდა, მაგრამ საერთო ჯამში გაიზარდაო დასაქმებულთა რაოდენობა. ეს ტყუილი არის. საერთო ჯამში დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 37000 ადამიანით შემცირდა. ამ 37000 ადამიანიდან თუ 29000 იყო აი ამ ასე ვთქვათ ფიქტიურად დასაქმებულთა რაოდენობა, გამოდის რომ კიდე 8000 ადამიანით შემცირებულა. ხა როგორ შეიძლება რომ 9%-ით ეკონომიკა იზრდებოდეს და გქონდეს ასეთი აღმასვლა ეკონომიკური და სამუშაო ადგილები მცირდებოდეს. ხა ასე ვთქვათ ეს ეგრეთ წოდებული jobless growth აქ არა გვაქვს რეალურად манипуляცია და რა манипуляცია არის და რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, ამასაც თავად საქსტატის აქვეყნებს, ხო მაგალითად ჩვენს ქვეყანაში ხა ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ნავთობ ექსპორტიორობა. 400 მილიონი დოლარის ნავთობი გავიტანეთ ბოლო რამდენიმე თვეში ექსპორტზე, ყულევის ქარხანაში თითქოს ეს ყველაფერი გადამუშავდა. რეალურად კარგად ვიცით, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივად რუსული მზა ნავთობის შემოტანასთან და პირდაპირ აქედან გატანასთან. თუმცა დღეს საქსტატმა ვთქვათ დააზუსტა რა დგას ამ რიცხვების უკან, ხო? ხო, ну, მათ შორის ესეც ჩანს, მათ შორის მაგის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში, რომ IT ტექნოლოგიების მიმართულებით არის ზრდა ეკონომიკური მნიშვნელოვნად. ოღონდ ეს IT და ტექნოლოგიური მიმართულებით ზრდა არ არის ის, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა Nvidia-ს ინვესტიცია შემოვიდა, ან რაღაცა ახალი ჰაბი გაიხსნა ტექნოლოგიურ. არა, აქ დარჩა 100000-მდე უცხოელი მიგრანტი ბელარუსიდან, რუსეთიდან, ცოტა უკრაინიდანაც, რომლებმაც აქ დაარეგისტრირეს თავის კომპანიები, აქ იწარმოება, ასე ვთქვათ, აქ მათი ბრუნვა აქ აისახება ეკონომიკაში, უბრალოდ ეს რეალურად ადამიანებამდე არ მიდის. ამ მიგრანტებს ამ მაღალი ხელფასები აქვს, ნამდვილად 8000-10000 ლარი მეტვისნობას ადამიანებს. ოღონდ ეს ხო გასაგებია, რომ ეს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებზე ეს ყველაფერი არ აისახება, ის ხალხი ამ 10000 ლარიან ხელფასს ისევ თავისთვის, ასე ვთქვათ, ცირედი თუ დახარჯავს და ისევ თავის ოჯახებს აახმარენ რუსეთში თუ თავიანთ ქვეყნებში. ხო, ანუ რეალურად ესეც манипуლირებულია, იმიტომ რომ აქ რეალურად ეს საქართველოს მოქალაქეებზე არ აისახა. მათ შორის ოქროს და სპილენძის ფასი გაიზარდა წინა წლებთან შედარებით და საქართველოსთან ოქროს ექსპორტი ბიძინაევანიშვილის ხელში არის რეალურად და საყდრის საფეთქების კადრებიც კარგად გვახსოვს. ხო, ანუ ამანაც შეუწყო ხელი იმას, რომ რაღაც ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ რეალურად მოსახლეობაზე არ აისახება. 90000-ით შემცირდაო სიღარიბის რაოდენობა, ირაკლი კობახიძემ რა თქვა. მე ვიტყოდი, რომ 160000-ით შემცირდა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სიღარიბიდან ამოვიდა ეს ხალხი, არა, ეს ხალხი ემიგრაციაში წავიდა. და ეს 160000 ადამიანი რომ ემიგრაციაში წავიდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, ამ ადამიანების ხარჯზე აქ გაორმაგდა გადმორიცხვები უცხოეთიდან და დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი არის უცხოეთიდან გადმორიცხვები საქართველოში. ესეც ზრდის ეკონომიკას, ოღონდ ჩვენ თუ გვიღირს, რომ ხალხი გაიქცეს ამ ქვეყნიდან და უცხოეთში იმუშაოს ხშირ შემთხვევაში არალეგალურად და მე აქ მისი ოჯახები არჩინოს და ასე გაღარიბდეს და დაცარიელდეს ქვეყანა, მაშინ ეს სოციალური კატასტროფა არის და არა ეკონომიკური ზრდა რეალურად. და ეს არის რეალურადაც იმალება ამ რიცხვების უკან. ერთსაც ვიტყვი ძალიან მოკლედ, თქვენს ახსენეთ სწორად, რომ ესე იგი ამათი დათვლებით 300 ლარზე მეც ვინც ხარჯავს საქართველოში, ის ღარიბად არ ითვლება. და ამას ამბობს ის მთავრობა და ის პარლამენტარები, მაგალითად შოთა ბერეკაშვილი, რომელმაც მან და მისმა ცოლმა შარშან 700000 ლარი დახარჯეს საყიდლებში მათი დეკლარაციის თანახმად. და ვიცით, რომ მათი ხელფასი გახდა 13000 ლარი, გაიზარდა 3-ჯერ ფაქტობრივად წინა წლებთან შედარებით. და ეს ხალხი გვეუბნება, რომ 300 ლარს თუ ხარჯავ, ღარიბი არ ხარ და ამას გვითვლიან და ეს უბრალოდ აი აქაც ჩანს რამდენად ასთენილი არის რეალობას მათი დათვლები და მათი რიცხვები. და ესე ვთქვათ, სურსათის ფასების დადგენას დაჭირდა სპეციალური კომისია. ეს თავისთავად ეს მოცემულობა, რომ სურსათზე ვთქვათ, ხარჯები ამ დოზით არის დამოკიდებული, ესე ვთქვათ, ეს რას აჩვენებს რეალურად? რა თქმა უნდა, იმას რომ ქვეყანა არის ძალიან ღარიბი და მთლიანი შემოსავლების უდიდესი ნაწილი მიდის აი მასლოუს პირამიდის ყველაზე ქვედა საფეხურის დასაკმაყოფილებლად, რომ ადამიანმა იარსებოს ელემენტარულად. სხვა არაფერს აქ დიდი ეკონომიკა და რაცა სოციოლოგია არ ჭირდება. სხვა ქვეყნებში, როგორც ბრძანეთ, ძირითადად სადაც 13%-ია სურსათზე ხარჯები, ხო, როცა ჩვენთან სადაც 3-ჯერ მაღალი
სამჯერ მაღალია ეს წილი მთლიან ხარჯებში, იმიტომ რომ ხალხი თვით გადარჩენის რეჟიმშია და არა მხოლოდ მოსახლეობა, ბიზნესიც და ყველა ინდუსტრია მთლიანად ვართ თვით გადარჩენის რეჟიმში. უღრმესი მადლობა ბიზნესის ხსენებისთვის. პაატასთან წავალ შემდეგი კითხვით მოგესალმებით პაატა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის კიდევ ერთხელ. აი ბიზნესისთვის და კერძო სექტორის გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ ამ გამოწვევის, ესე ვთქვათ, კომპლექსურობას. აი რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის კერძო სექტორისთვის იმ ნაწილისთვის, ვინც რეალურად დოვლადს ქმნის ქვეყანაში, რომ მისი ქვეყნის მოქალაქე ამოსული იყოს აი ამ სიგარებიდან. მოგესალმებით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ეს ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესისათვის, იმიტომ რომ ბიზნესი ერთის მხრივ ეს არის მიმწოდებელი, ანუ მომსახურებისა და პროდუქციის მიმწოდებელი, პირველ რიგში გავითვალისწინოთ ადგილობრივ ბაზარზე მიმწოდებელი და რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბაზრის ძირითადი მომხმარებელი ეს არის ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, ის მოქალაქეები, რომლებიც ღებულობენ შემოსავალს და მათ მიერ მიღებულ შემოსავალზე არის დამოკიდებული ის შეიძენს თუ არა ამა თუ იმ პროდუქციას, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა. ძირითადად ახლა საქართველოში რა ვთქვათ თავისებურებასთან გვაქვს საქმე, ძირითადად ჩვენ არა ვართ წარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა და ძირითადად ჩვენს მიერ მოხმარებული, ერთობლივად მოხმარებული პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი არის იმპორტირებული პროდუქცია და ეს რა თქმა უნდა შესაბამისად გავლენას ახდენს იმ ფასებზე. აი თუ მივიხედავთ ახლა ჩვენს ირგვლივ თუ მივიხედავთ, ნახავთ რომ ადგილობრივი წარმოება საკმაოდ დაბალ დონეზე დგას. ანუ უფრო მე ვიტყოდი რომ სეზონურია და აი ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა იმ დასაქმების მაჩვენებელზე. საქართველოში ძირითადად აი ბიზნესში დასაქმება ეს არის ძირითადად სეზონური. გვინდა არ გვინდა ჩვენ მაინც ყველაზე მეტად რომელი დარგია ჩვენთანგან ვითომ ეს არის მომსახურების სფერო და მათ შორის ტურისტული მიმართულება არის ყველაზე მეტად განვითარებული და ტურიზმი იმ თავისებურებით გამოირჩევა რომ აქ არის სეზონური დასაქმება. ანუ სადღაც ახლა მაისის შუა პერიოდიდან სადღაც ოქტომბრის დასაწყისამდე დასაქმებულთა რაოდენობა ამ ბიზნესში იზრდება და რა თქმა უნდა შემოსავლები მათ საკმაოდ ეზრდება სხვა პერიოდთან შედარებით. ნებისმიერი ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია, რომ მასთან დასაქმებული კადრი ერთის მხრივ იყოს იმ პროდუქციის მომხმარებელი და მეორეს მხრივ ის იყოს ახლა რა თქმა უნდა კმაყოფილი იმ შემოსავლებით, რომელიც შემოსავლით იქნება. მაგრამ ვაღიაროთ ის ფაქტიც, რომ როცა ჩვენ საუბრობთ ბიზნესზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ვთქვათ დასაქმებაზე და შემოსავლებზე, ქართულ ბიზნესში დასაქმებულთა შემოსავლები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად უცხოეთის კომპანიებში დასაქმებულთათვის. ეს რატომ არის ახლა? იმიტომ რომ ახლა ვთქვათ რეალურად დამსაქმებელი ხშირ შემთხვევაში არის გადაუხდის იმ ხელფას, რომელიც იმ შრომისათვის არის გათვალისწინებული. ეხლა ჩვენ ხშირად გვესმის ესეთი სიტყვები ბიზნესისაგან, რომ ძნელია კადრების პოვნა, რთულია მაგალითად კომპეტენტური კადრების პოვნა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დავეთანხმოთ მას, იმიტომ რომ არის ისეთი პროფესიები, რომელიც პრაქტიკულად საკმაოდ რთული საპოვნელია, მაგრამ თუ თქვათ ბიზნესი, აი მე მივდივარ იქეთკენ, რომ თუ ბიზნესი ღირსეულად დააფასებს დასაქმებულთა შრომას, გადაუხდის იმ ხელფას, რომელიც იმ შრომისათვის იქნება ღირსეული, რასაც დასაქმებული პირი დამსაქმებლისათვის აკეთებს, რა თქმა უნდა, ახლა მათი ინტერესიც გაიზრდება. თუმცა ამ გაზრდილ ხელფასში მანაც უნდა მიიღოს, ასე ვთქვათ, პროდუქტიულობის ზრდა. ხო, ეს მეორე მხარე არის, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ კადრების მხარეს უფრო არის, ვთქვათ, ხო, ვიდრე ბიზნესის მხარეს. მაგრამ ისე
თუ დასაქმებული პირი მოტივირებულია თავის თავზე ყოველთვის ზრუნავს თავის პროფესიონალიზმს აიმაღლებს და არის ახლა ვთქვათ თანამედროვე სტანდარტები თუ კი ვიმჯერებთ მაშინ რა თქმა უნდა ახლა ის ყოველთვის დაფასდება მაგრამ არიან ახლა ისეთი ადამიანები რომელიც რეალურად ახლა ცდილობენ რომ დასაქმებისათვის კონდეს ყველაფერი რაღაცა მინიმალური შემოსავლისათვის კონდეს ახლა და მე ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა აღნიშნო იმ საუბარზე რომელიც ვისაუბრეთ ახლა და ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას რომ სტატისტიკის სამსახური რაიმე ციფრების манипуляციას მიმართავს ვერ დავეთანხმებით იმიტომ რომ ჩვენ დღეს ის მეთოდოლოგია რომელიც მეთოდოლოგიითაც ითვლის სტატისტიკა ეს არის საერთაშორისო მეთოდოლოგია აქ გამორიცხულია გარკვეული ვთქვათ манипуლირება და როგორც თქვიან იმ მონაცემებით თამაში მაგრამ რეალურად ფაქტია რომ არავის არ აქვს იმის ილუზია რომ საქართველოს ახლა მდიდარი ქვეყანა არავის არ აქვს იმის ილუზია რომ ვთქვათ სიღარიბე უკვე აღარ არსებობს მაგრამ იმის თქმა რომ დღეს საქართველოში ვთქვათ სადღაც უნდაც 25%-იანი სიღარიბიანი, უფრო მეტიც ახლა პატრიცემულმა განაცხადეს, რომ 30%-იანი სიღარიბე ამის თქმის საფუძველი ჩვენ რეალური მონაცემებით ნამდვილად არ აქვს. ფაქტია, რომ ეკონომიკა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ეკონომიკა ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, ის იზრდება რაღაცა პერიოდის განმავლობაში, მცირდება რაღაცა პერიოდის განმავლობაში და მთავარია, რომ ის ტრენდი, მთავარია, რომ ის ტენდენცია, რომელიც ტენდენციაც არის, თუნდაც ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რომელიც არის თუნდაც სიღარიბის შემცირებისა გარკვეული პერიოდულობით და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელდეს. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ ერთჯერადი დაკვირვებით რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი დაკვირვებით შეუძლებელია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რომ რეალურად ხორციელდება ვთქვათ ეკონომიკური ზრდა, რეალურად სიღარიბესთან გვაქვს საქმე თუ როგორ არის. აქ მთავარი არის ის პერიოდი ავიღოთ. კი ბატონო. მიხედვით ვიმსჯელოთ. კი, მადლობა თქვენი მოსაზრებებისთვის. ორივესთან მექნება ეს კითხვა. ეს არის ხოლმე მთავარი არგუმენტი, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო გაანგარიშების მეთოდოლოგია და მართლა მნიშვნელოვანია, რომ შედარებადი იყოს, ასე ვთქვათ, მსოფლიო ერთმანეთთან და ვთქვათ, კარგ მაგალითებზე ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ, მაგრამ როდესაც საქმე ანალიზს ეხება, აი ამ შემთხვევაში რა არის ის თავისებურებები, რა თავისებურებებიც გასათვალისწინებელია კონკრეტულად ასე ვთქვათ, საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივ კონტექსტში იმისთვის, რომ რიცხვები და განცდები თუ აღქმები იყოს ერთმანეთთან ახლოს, იმიტომ რომ დღეს ფაქტია, რომ ეს ასე არ არის. დავიწყებ თქვენგან და მე დავთვის პასუხსაც მოვისმენთ. პრინციპში მართალი ბრძანდებით, კარგ მთქმელს და კარგ დამთვლელს კარგი გამგონე უნდა და ამ ციფრებს უნდა სწორი გამოყენება, ხო? როდესაც ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი გამოდის და ამაყად იძახის, რომ ქვეყნის 7.1% ფაქტიურად სიმშილობს, ეს არ არის ის, რაც სახელმწიფო მოხელემ უნდა განაცხადოს. ეს არის ქვეყნის რიცხვი, რომ აბსოლუტური სიღარიბე მიუხედავად იმისა, წინა წელთან ნაკლებია თუ მეტი 7%, რაც ნიშნავს 280,000 ადამიანს, რაც ნიშნავს მათ შორის 50-დან 55,000 ბავშვს, რომელიც უბრალოდ სიმშილობს. ეს ციფრები დადო სტატისტიკის სამსახურმა და მე ამას როგორ ყურს საიდან გამოაბავს, ეს უკვე არის მისი გადასაწყვეტი. სტატისტიკის სამსახურმა ასევე როგორც თქვენ ბრძანეთ დადო ფარდობითი სიღარიბე, რაც რეალურია, ვთქვათ, უფრო რეალურად ჩანს და ეს 17-18%-მდე სიღარიბის ზღვარი საკმაოდ ისე რეალურია. ასევე მე მოგახსენეთ, რომ მათ უდევთ საიტზე სიღარიბის საერთაშორისო ზღვარსქვევით ყოფილი მოსახლეობის წილი. 2024 წლის მაჩვენებელია მხოლოდ და საერთაშორისო მეთოდოლოგია 2021 წლის მსყიდველ უნარიანობის მიხედვით დათვლილი აქვს და დღეში $8.3 რაოდენობის ხარჯებს ეწევა ამის ქვემოთ ეწევა მოსახლეობის 45%. ანუ ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ რეალური ციფრებია, ხო? $8 არაფერი არ არის. ეს მარტო საკვები ხო არ არის, ნებისმიერი მომსახურება, გადასახადები და ასე შემდეგ. 20 ლარამდე გამოდის. ხო, არც არაფერი არ არის. მაშინ როცა
საერთაშორისო შედარებას თუ გავაკეთებთ, ხო იგივე იმ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენთან რომ 7%-ია, მაგალითად პოლონეთში არის 2%, ესტონეთში 3%. ეს ქვეყნები იმიტომ დავასახელე, რომ მათ ყველაზე კარგად შეირგეს ევროკავშირში გაწევრიანება. რაც ჩვენ გვინდა და საერთოდ მივისწრაფით და არა რუსულ წუმპეში, სადაც ამათ უნდათ რომ დაგვტოვონ. ეს ქვეყნები გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ეკონომიკა განავითარეს და უკვე სიღარიბი არის უკვე რაღაცა ისეთი საკითხი, რაზეც უკვე არც არავინ არ ფიქრობს, ის ავტომატურად ცირდება. მთავარია ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. ამაზე არის საუბარი და ციფრები ჩვენ თუ გვინდა რომ დავინახოთ, დევს მთავარია ჩვენ როგორ აღვიქოთ ამ ციფრებს და როგორ გადავცემთ მოსახლეობას და დაუპირებთ თუ არა ხალხს რაღაცა ტყუილებით გაბერვას. კი და არ ვიცი ვთქვათ საქართველოს რომ მოვინდომოთ და ვთქვათ შევადაროთ იმ მაჩვენებლების მიხედვით რაც მიმოხილვის ბოლოსკენ მქონდა რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი განკარგვადი შემოსავლის ნაწილი დანაზოგში წაიღონ და ამასთან ერთად ინვესტირებაც ესე ვთქვათ მოახერხონ და უბრალო მომხმარებლები კი არ იყვნენ არამედ ინვესტორები იყვნენ საკუთარი ქვეყნისთვის ხომ ეს რა თქმა უნდა საერთოდ სხვა შესაძლებლობები არის ქვეყნისთვის კერძო სექტორისთვის და სხვათა შორის ალბათ ყველაზე კარგი თავდაცვის ბალიშიც ყველა საგარეო შოკის ესე ვთქვათ ბევრი საგარეო შოკის მიმართ დავით თქვენგანაც მოვისმენთ პასუხს ამ საერთაშორისო განგარიშებასთან დაკავშირებით და რა არის აი ეს კონკრეტული თავისებურებები რაც ანალიზით რომ კი ბატონო ზოგადად ეკონომიკური ზრდის და რაღაც მოსავლების ცალკე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ამ ყველაფერს დანახარჯებთან კავშირს არ ვაჩვენებთ, ხო? იგივე მაგალითად საქართველოს შევადაროთ გერმანიას, რომელიც ძალიან პოპულარული არის დღეს ფასების ნაწილის შედარების მხრივ, აი ეგრეთ წოდებული Big Mac-ის ინდექსი არსებობს, ხო? ამაზე თქვენც ალბათ კარგად იცით, რომ რას ნიშნავს Big Mac. სანამ აისეტი იყო ხაჭაპურის ინდექსი. ხო, ხაჭაპურის კი ბატონო. Big Mac-ის ინდექსი რა არის? Big Mac-ი არის რაღაცა ერთი ინგრედიენტების მქონე ბურგერი, რომლის დამზადებას ყველა ქვეყანაში ერთადაგივე ინგრედიენტი სჭირდება. საქართველოში ერთი Big Mac-ის ფასი არის დაახლოებით 5 евро, მაგალითად გერმანიაში ერთი Big Mac-ის ფასი არის 6 евро. საქართველოში ერთ პენსიონერს თავისი პენსიით შეუძლია 25 Big Mac-ის შეძენა და ამ ეკვივალენტის პენსია აქვს, ხოლო გერმანიაში შეუძლია 250 Big Mac-ის შეძენა. ესე იგი, გერმანელ პენსიონერს თავისი პენსიით შეუძლია 10-ჯერ მეტი, ასე ვთქვათ, შენაძენი გააკეთოს ამ შემთხვევაში საკვები პროდუქტების მიმართულებით, ვიდრე ეს საქართველოს შეუძლია ადამიანს. აი ეს არის რეალური რიცხვი, ხო, მათ შორის ახსენა სტუმარმაც, რომ 10% არის დანახარჯი საკვები პროდუქტებზე ევროპულ ქვეყნებში მთლიანი შემოსავლის და საქართველოში არის 40% დანახარჯი, ხო, ამას ემატება კომუნალურები, ტრანსპორტი, სხვა ხარჯები და ფაქტობრივად თანხის 90% აი ამ ელემენტარულ თავის გადასარჩენ პირველად საჭიროებებს ხმარდება. გარდა ამისა კიდე სხვა რიცხვებიც არის, ხო, მაგალითად საქართველოში მოსახლეობის 70% 1.900.000 ადამიანი არის ვალი აქვს აღებული ბანკიდან და აქედან 370.000 ადამიანი მოვალეთა რეესტრში არის და ვერ იხდის ამ თანხას. ესე იგი, ამ ქვეყანაში არ ყოფნის ამ ადამიანებს ეს შემოსავალი იმისთვის, რომ ელემენტარული ბანკის მომსახურება გასწიონ, ხო? ჯარიმების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეკონომიკა რომ ამდენი პროცენტით იზრდება და ეს გავიგეთ, მაგრამ ამასობაში ჯარიმები რომ 100%-ით გაიზარდა აგე 1 მაისიდან და ეს გაორმაგებული ტვირთი ადამიანებისთვის. ან მაგალითად საერთოდ არ იყო გაორმაგებული 2026 წლის პირველ 4 თვეში 106 მილიონი ლარის ჯარიმები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, მაშინ როცა შარშანი იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 53 მილიონი იყო. ესე იგი, გაორმაგებამდეც კი გაორმაგეს ბიუჯეტის შევსება ჯარიმების სახით და ეხა 1 მაისიდან რომ კიდე რომ გაორმაგებული, ეს ნიშნავს, რომ თუ შარშან 270 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, წელს შევა 670 მილიონი ლარი. ისე რომ არ გაუმჯობესებულა არაფერი. აი ეს არ გვაქვს წელს და მაგიტო. მათ შორის მაგიტოც, ხო? 400 მილიონი ლარი დახარჯეს 39,000 სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებაში და ვერც ერთმა სიღარიბე ვერ დაძლია და ვერც ერთი ადამიანი ფაქტობრივად ვერ დასაქმდა, რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდა, ისიც საჯარო უწყებებში ისევ და სამაგიეროდ ეხლა შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობას გაზრდიან და გაიბერება ეს და ესე იგი შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა ისეთივე ფიქციური დასაქმების ასე ვთქვათ პროგრამა არის, როგორც იყო ეს სოციალურად დაუცველთა პროგრამა და ამაში 700 მილიონ ლარს ხარჯავთ ყოველწლიურად. ეხლა და ეს მზარდი რაოდენობა. ეხლა ამით შეესწებიან მანიპულაციას
მანიპულაციას, რომ აი იქ დაასაქმებენ შტატგარეშე თანამშრომლებად ადამიანებს და ამით გვაჩვენებენ, რომ თითქოს დასაქმება იზრდება და სიღარიბე მცირდება და მანიპულაცია არის ეს ყველაფერი რეალურად და ეს ყველაფერი ამაზე მეტყველებს. ხო, საბოლოო ჯამში ეს ფასების ზრდასაც კიდე ერთი ვთქვათ მაჩვენებელიც რომ შევადაროთ, მაგალითად თუ 2021 წელს საქართველოში მედიანური ხელფასი იყო 800 ლარი, რაც ნიშნავს რომ მოსახლეობის უმეტესობას ჰქონდა 800 ლარი საშუალო ხელფასი, ეს აი ხლა დღეს არის 1200 ლარი, ესე იგი გაიზარდა დაახლოებით 53%-ით, მაგრამ იმავე პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასი გაიზარდა 65%-ით თბილისში. მაგალითად, უძრავ ქონებაზე გაზრდილი ფასი ნიშნავს მე მოძრავ ქონებაზე გაზრდილი ფასაც, საკვე პროდუქტებზე გაზრდილი ფასაც, ხო? საკვე პროდუქტებზე ფასები მათ შორის ამავე პერიოდში დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. საწვავზე ფასი გაიზარდა სულ ბოლო პერიოდში 70%, ანუ ვერ ფარავს ეს ყველაფერი ამ ვერ ეწევა, ეს არის თავარი გამოწვევა და პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ შემოსავლები ვერ ეწევა ავტომატურად. ეგრე შეიძლება ვთქვათ, რომ ევროკავშირში მაგალითად არ ვიცი, საგადასახადო წნეხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოშია, მაგრამ იმ საგადასახადო კი ბატონო, მაგრამ იმ საგადასახადო წნეხს უკან იბრუნებს თავის სერვისების ზუსტად სერვისების სახით იბრუნებს მათ შორის რიგითი მოქალაქეც და პენსია 5%-ით გაზარდეს. აი ეს ძალიან ცინიკური მაჩვენებელი რაც არის პენსია გაიზარდა 5%-ით წინა წელთან შედარებით, მაგრამ წინა წელთან შედარებით თევზის ფასი გაიზარდა 20%-ით. საქონლის ხორცის ფასი 15%-ით, ზოგადად საკვე პროდუქტებზე ფასი დაახლოებით 15%-ით. ესე იგი, გაღარიბდა პენსიონერი შაშანელთან შედარებით და რა მნიშვნელობა აქვს მისმა პენსიამ რამდენით მოიმატა. ძალიან დიდი მადლობა. შეჯამებისკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი და ბატონო პაატასაც მიცემ შესაძლებლობას რომ შევაჯამოთ ეს ჩვენი საუბარი და მთელი ესე ვთქვათ ჩვენი საუბრის განმავლობაში კითხვა მიყვებოდა ესე ვთქვათ ტიტრად ჩვენს გადაცემას სიგარიბე და კეთილდღეობა საქართველოში რას ვერ ზომავს რიცხვები და ამ კითხვაზე პასუხიც მინდა თქვენგან რას ზომავს ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ რა რჩება რიცხვებს მიღმა და სტატისტიკის მიღმა, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის კონკრეტული მოქალაქისთვის, როდესაც მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას არის თუ არა ღარიბი. დიახ, რა თქმა უნდა, ახლა მხოლოდ მშრალი ციფრებით კი კარგია ციფრებზე მიყოლა კარგია იმ ტენდენციების გამოვლენა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ჩემს მიერ ნათქვამს, რომ თავარი არის ის დინამიკა, რომელ დინამიკაშიც ჩვენ მივდივართ. თავარი არის ის, რომ როგორ ხდება ეკონომიკური, რეალური ეკონომიკური ზრდა გვაქვს თუ არა და როგორ არის თქვათ ექსტრაეკონომიკური ზრდა. შეუძლებელია ახლა ვერცერთ ქვეყანას ვერავინ ვერ დაასახელებს, რომ ეკონომიკური ზრდას მაშინვე მოხვება თქვათ კეთილდღეობის ზრდა. არა, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირში არის, მაგრამ გარკვეული პერიოდი არის საჭირო და პირველ რიგში ახლა აუცილებელია ოპტიმისტური მიდგომები. აი, საერთოდ ოპტიმიზმი ქმნის მომავალს. თუ ჩვენ ყოველთვის პესიმისტური განწყობით ვიქნებით, თუნდაც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე გარკვეულწილად იმ მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით, თუნდაც იმ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც სტატისტიკას გააჩნია, ჩვენ ყოველთვის ესე შეგვიძლია ნებისმიერი მხრიდან შევხვედოთ ამ პოზიციას, მაგრამ თავარი არის ამ შემთხვევაში, რომ ის ტრენდი, ის დინამიკა როგორ არის განვითარებული. ეხლა რას ვერ ზომავს რეალურად ეს ციფრები ვერ ზომავს იმ შემოსავალს, ვერ ზომავს იმ შემოსავალს, რომელიც შემოსავალი შეიძლება ადამიანმა გარკვეული პერიოდის შემდგომ მიიღოს. არა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში დასაქმება ძირითადად არის სეზონური დასაქმება. სეზონზე ადამიანი უფრო მეტი შემოსავლის მქონე არის, თქვა ზაფხულის სეზონზე და მე პირადად ეხლა რადგან ტურისტული ქალაქიდან ვარ, ბათუმიდან ვარ. ბათუმის მაგალითზე ვიტყვი, სეზონზე დასაქმების მაჩვენებელი პიკზია რეალურად ზაფხულის სეზონზე, იგივე სტუდენტების დასაქმება, იგივე თქვა ახლო რეგიონებში მუნიციპალიტეტების ცხოვრებათა დასაქმება, მაშინ როცა ვთქვათ გარკვეულ პერიოდში არსებობს ჩავარდნები, თუნდაც იგივე ვთქვათ მარტი-აპრილი და პირველი კვარტალი, აი ორი კვარტალის მიხედვით, მაშინ როცა უკვე დასაქმების მაჩვენებლები იზომებენ და თუ კი ამ ყველაფერს ჩვენ შევხედავთ და ერთიანობაში კომპლექსურად ჩვენ ვნახავთ, რომ არც ისე კარგად არის საქმე, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს და არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც შეიძლება ვთქვათ
თქვენ გვინდოდეს ხშირ შემთხვევაში და ზოგიერთ ძალას უნდოდეს რომ მოგვაჩვენოსო ცუდად არის აქ. ეს არის ჩემი საქმე და დიდი მადლობა თქვენი ასე ვთქვათ მოსაზრებისთვის. ოპტიმიზმი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მოლოდინები ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ რაღაცნაირი მორალური სირთულე მექმნება ხოლმე, ვთქვათ თუნდაც იმ როგორი 7.1% იმ 280,000 ადამიანს მოვთხოვოთ ოპტიმიზმი მომავალთან მიმართებით და მეორეც არის ალბათ რომ თუ რიცხვებს საკმარისად დიდხანს ვაწვალებთ საბოლოო ჯამში იმ სურათს მივიღებთ რომელიც სურათის დანახვაც გვინდა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. ზაზა ბროლაძე, დავით მჟავანაძე და პაატა აროშიძე საუბრობდნენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში. მადლობა მათ, მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. შევხვდებით ერთმანეთს უკვე 4 შაბათს დროებით.